სამუშაო პროცესი არის ყველაზე სასიამოვნო ჩემთვის. სახელოსნოში შემოვალ, კარებს მოვიხურავ და თავიდან ბოლომდე ჩემი სამყარო მაქვს აქ. დრო ისე გარბის ვერც კი ვხვდები. Ყველა სასიამოვნოა ჩემთვის პირადად ხესთან ურთიერთობა. ძალიან გზნობიარეა ხე. პრინციპში შეცდომასაც არ გპატიობს. დილას უნდა მოექცე. უხეშად როა დამუშავებული და უკვე საბოლოო სახეს აძლევ, სასიამოვნო პროცესია. მე ვარ შოთა შეწირული, ბრენდი ილუსის დამფუძნებელი. ბავშვობიდან გატაცებული ვარ ხატრობით. პატარაობაში ხეებს ვთლიდი, ქვებზე ვხატავდი, პატარ-პატარა ჩანახატებს ვაკეთებდი. შემდეგ ცოტა სერიოზულად მივდექი ამ საკითხს. სამხატვრო სასწავლებელი დავამთავრე. გრძელდებოდა ეს ჩემი რაღაც ძიება ხელოვნების ამბავში. 2018 წელს დავიწყე პირველად ვსინჯე, შევძლებდი თუ არა, რაიმე ისეთის გაკეთებას, რაც ხალხს მოეწონებოდა, თან ისარგებლებდა. მომივიდა აზრი, რომ შეიძლება ყოფილიყო სათვალე. თავიდან ბევრი ვცადე, გამიფუჭდა, გამოვასწორე. ნელ-ნელა მივედი იმ ეტაპამდე, რომ შევძელი ხალხისთვის ჩვენება რა ამ ჩემი პროდუქტის. ბევრს მოეწონა და მან დიდი სტიმული მომცა, რომ გამეგრძელებინა ჩემი საქმიანობა. ეხლა ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ბევრს უკეთია უკვე ჩემი სათვალეები და ვცდილობ, რომ უკეთესი გავაკეთო რა. რაც მთავარი და მნიშვნელოვანია, სათვალე იჭრება ერთი მთლიანი ხისგან, არანაირი შეწევრით არ კეთდება, ხდება მთლიანად სიმბოლის ხელით გამოთვლა. რაც შეეხება მოდელს, ფურცელზე გადამაქვს ხატავ, ინდივიდუალურია ყველა სათვალე, შეიძლება მსგავსი ორი ერთმანეთს გავდეს, მაგრამ მაინც არის სხვაობა რა. ცალკე პროცესია მეტალის დამუშავება, ვერცხლის მავთულები გამყავს, რაც ასევე საინტერესოა. ლოგოებს რაც შეეხება ილუსი, სადაც წერია მინანქარს ვასხამ, საღებავის გარეშეა. ჩემთვის კიდე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აი ქართულს ხაზი გაუსვათ. დატანილი მაქვს საქართველოს რუკად დროშით და ასევე აწერია სათვალეს, რომ დამზადებულია საქართველოში. გარკვეული რაოდენობა რო შევქმენი, მახსოვს ჩატარდა ფესტივალი ბათუმში, გამოფენა გაყიდვა იყო ხელოვნების, ნიმუშების. მაგ გავიტანე მახსოვს ნამუშევრები და დიდი მოწონება დაიმსახურა. რამოდენიმე სათვალე ეგრევე გაიყიდა. რამაც აი თავდაჯერებულება შემძინა უფრო და мотиваციაც მომცა, რომ გამეგრძელებინა ეს საქმე. ხშირად სტარტაპერებს გვავიწყდება, რომ სტარტაპი არის ბიზნესის უბრალოდ განსხვავებული ფორმა, თორე საბოლოო მიზანი ალბათ ერთია, რომ გამდიდრდე, რაღაც სასარგებლო გააკეთო საზოგადოებისთვის და უბრალოდ შენს მიიღო სასიამოვნო გამოცდილება ამ სრულ პროცესში და ბევრია შეცდომები და რის გამოც სტარტაპი შეიძლება დაფეილდეს. ყველაზე გავრცელებული არის ალბათ, რომ ვერთან ხვდებიან დამფუძნებლები გარკვეულ ეტაპზე, უჭირთ მასშტაბირება ან ვერ ახერხებენ დროულად თანხის მოზიდვას. ასევე გავრცელებული პრობლემაა, რომ შესაძლოა სტარტაპი ისეთ პრობლემას ჭრიდეს, რომელიც იმ მომენტში არ იყო აქტუალური, თუმცა შემდგომ რამდენიმე წელში უკვე აქტუალური გახდა და უბრალოდ სტარტაპი ვერ აღწევს, რომ იმ პერიოდამდე მივიდეს, როცა ეს უკვე აქტუალური ხდება და შესაბამისად სხვა სტარტაპი
ჩნდება, რომელიც ამ პრობლემის გადაჭრას ახერხებს. რაც შეეხება სახელს, ძალიან მარტივად ჩემს შვილს ქვია ილია და აქედან გამომდინარე, რაღაცა ძალიან ახლობელთან გავაიგივე და ილუსი დავარქვი აქედან გამომდინარე. პირველ ეტაპზე ვფიქრობდი, რომელი ხე გამომეყენებია, ბევრი ხე გამოვიყენე და სამუშაებლად ზოგი მაგარი დარჩა, ზოგ ხეს ვერ შევეგუე. მივაგენი საბოლოოდ, კაკლის ხეს ვიყენებ და სამუშაებლად იდეალურია ამ საქმისთვის. ხის გარდა ვიყენებ ძვირფას მეტალს, ვერცხლს, ზოგჯერ ოქროსაც. ვიყენებ ნატურალურ ტყავს ჩასადებისთვის. შუშებს რაც შეეხება ორგანული მინებია მაღალი ხარისხის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. სწავლის პროცესს რაც შეეხება, საკმაოდ დიდი ხანი დამჭირდა. ჩემი შევისწავლე ყველაფერი, ასე ვთქვათ. რამოდენიმე თვე ალბათ ბევრი ნიმუში გამიფუჭდა. ნელ-ნელა დავიხვეწე. მე ვფიქრობ, რომ ეხლა სწავლის პროცესში ვარ. ყოველი ახალი შექმნილი სათვალე რაღაცა ახალს მასწავლის. მასალაც რაც შეეხება საქართველოში წარმოებულია ხე, მეტალს, ვერცხლს ჩემი თვასხამ გამყავს მავთულები. მინანქარს ვიყენებ ილუსის წარწერაზე, ყავიც ქართული წარმოებისაა ტყავი. ერთადერთი მინებია, რომელიც ჩამოდის საზღვარგარეთიდან. საწყის ეტაპზე ერთი სათვალის დამზადებაში ალბათ 30 საათამდე მჭირდებოდა. ნელ-ნელა დავიხვეწე, ბევრი ფიქრი აღარ მჭირდება მუშაობის პროცესში, დაახლოებით 16-19 საათი ჭირდება თავის ჩასადებით, სრულად რომ დამზადდეს ერთი სათვალე. ხო, რაც მნიშვნელოვანია ჩემთვის და ძალიან პრინციპული, ყველაფერს მე თვითონ ვაკეთებ და ყველაფერი კეთდება ხელით. ზედმეტი რაღაცა თანამედროვე ტექნოლოგიების გარეშე. სათვალის მოდელებს რაც შეეხება, თემა არის ამოუწურავი. შემიძლია ბევრნაირი მოდელი დავხატო და განვახორციელო. აქედან გამომდინარე ბევრი მოდელები მაქვს. დაახლოებით 30 სახეობის სათვალე მაქვს. რაც შეეხება გაყიდვებს, გამოფენებზე გამაქვს. ძირითადად უცხოელები ყიდულობენ. გამომდინარე იქიდან რომ ხელნაკეთია, ცოტა ფინანსურად ყველასთვის ხელმისაწვდომი არაა. უცხოელები ყიდულობენ ძირითადად. რაც შეეხება რეალიზაციას, გამოფენებზე გამაქვს და იყიდება. გეგმავ და აუცილებლად უნდა გავახორციელო ონლაინ გაყიდვები, რაც მნიშვნელოვანია ბრენდის წარმატებისთვის. სამომავლოდ მინდა ოქროს დეტალები გამოვიყენო და ძვირფასი ქვები, აი ოქრო ძალიან ლამაზად გამოდის ხესთან კომპოზიციაში. მე ვფიქრობ, საინტერესო იქნება. პირველი დღიდანვე მარტო მუშაობ, ჩემით ავაჩენე პატარა სახელოსნო, სადაც ძირითად დროს აქ ვატარებ. რაც მთავარია დიდ სიამოვნებას მანიჭებს ეს ყველაფერი. სამომავლოდ მოთხოვნის ზრდასთან ერთად აუცილებლად დამჭირდება ადამიანები, ვინც დამეხმარება. კომპანიის შენების დროს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საკუთარ თავს გაუფრთხილდნენ. აქამდე თუ იყო, რომ ძალიან პოპულარული იყო ეგ აზრი, რომ აი გადაყევი და არაფერი სხვა არ აკეთო და დღესაც ესე ვამბობთ, მაგრამ ამის უკან სულ დგას ის, რომ არ დაავიწყდეთ დამფუძნებლებს, რომ
თუ სულ მხოლოდ ამაში იტრიალებენ, გაუჭირდებათ ასევე დიცურათში რაღაცების დანახვა, გაუჭირდებათ აი თუნდაც აღქმა, ბაზარზე რა ხდება, რაღაც შეგრძნებებს ნელ-ნელა კარგავენ. ეს არის პირველი რჩევა. და მეორე რომ თუ კონკრეტულად რაც ინვესტიციების მიმართულებით ვისაუბრებთ და თუ როგორ შეიძლება რომ წარმატებული კომპანია შექმნან, სტარტაპიც არის ბიზნესი. ძალიან მნიშვნელოვანია რომ ჩვეულებრივი ბიზნეს პროცესები ააწყონ, ისევე როგორც ჩვეულებრივ ტრადიციულ ბიზნესში ააწყობდნენ. სტარტაპი არ არის ის რომ არაფერი არ იყოს დოკუმენტირებული, არ ვიცი, შევიკრიბოთ ღამე გუნდი რაღაცას შევთანხმდეთ, დავიშალოთ და ხვალ ნოუ-ჰაუ და ინოვაცია შევქმნათ. გულწრფელები იყვნენ ალბათ ინვესტორებთან დამფუძნებლები და ჩვენ Axel-ში სულ ეს ფორმატი გვაქვს რომ მივცეთ დამფუძნებლებს და ინვესტორებს ერთმანეთთან პირდაპირი კომუნიკაციის შესაძლებლობა. აი, რაც ღონისძიების ფარგლებში თუნდაც დახურულ შეხვედრებს ვაწყობთ, რაც ვახშამი იქნება ეს თუ ლანჩი, რომ შეძლონ ერთმანეთის გაცნობა, რომ ადამიანურ დონეზე ერთმანეთს ენდონ. Თავარი პრობლემები და გამოწვევები რაც აქვს სტარტაპებს სანამ იდეიდან პროდუქტ შექმნიან, ალბათ არის გუნდის ფორმირება, იმიტომ რომ ყველაზე მნიშვნელოვანი არის რომ სწორად შემოიკრიბო შენ გარშემო ის ადამიანები, ვისაც რეალურად შეუძლია ღირებულების მოტანა და ამ პროდუქტის იდეიდან რეალობად ქცევა. ინვესტიციის აღება არის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე სტრესული საქმე სტარტაპში და მთავარი რჩევა აქ, რასაც მივცემდი სტარტაპერებს, არის ის, რომ პირველ ეტაპზე ჯობია რომ გუნდზე იყოს აქცენტი ვიდრე ინვესტიციაზე და ისეთი ადამიანები შემოიკრიბოთ გარშემო, ვისაც პროდუქტის შექმნა რეალურად შეუძლიათ, იმიტომ რომ ინვესტიციის აღებაც პირდაპირ ფაქტიურად მიბმულია ამაზე. რაც უფრო მეტი მომხმარებელი ყავს, რაც უფრო უკეთესი პროდუქტი გაქვს შექმნილი, უფრო მარტივდება ინვესტიციის აღება, იმიტომ რომ ინვესტორისთვისაც უფრო მეტი დასტურია, რომ რეალურად ამ გუნდს რაღაცის კეთება შეუძლია და მეტად სანდო ხდება ამ დროს სტარტაპი. ინოვაციის და ბაზრის მოთხოვნის დარეგულირება არის ალბათ ყველაზე საინტერესო საქმე სტარტაპში ერთ-ერთი, მაგრამ ვიტყოდი, რომ პრიორიტეტი მაინც უნდა მიანიჭოს ალბათ ბაზრის მოთხოვნებს, იმიტომ რომ რეალურად არა მარტო სტარტაპისთვის, ნებისმიერი კომპანიისთვის თავარი არის მომხმარებელი და უნდა შექმნა ის პროდუქტი, რაც რეალურად ჭირდება მომხმარებელს და ინოვაცია თავისთავად მოყვება ხოლმე როგორც წესი ამას, იმიტომ რომ იმ პროდუქტს, რასაც ქმნი, ძირითადად ჭირდება ხოლმე რაღაც განსხვავებული მიდგომა, განსხვავებული ხედვა, რაც თავისთავად უკვე არის ინოვაცია. ქართულ ბაზარზე პრინციპში რამდენიმე წყარო არის დაფინანსების მიღების შეიძლება ითქვას, გააჩნია პრინციპში სტარტაპის სტადიას რა ეტაპზეა თვითონ სტარტაპი. არის არაერთი აქსელერატორი, არაერთი საგრანტო პროგრამა, თუ უკვე იმ ეტაპზეა სტარტაპი, რომ შეუძლია რომ ენჯელ ინვესტორებისგანაც აიღოს ინვესტიცია, აქსელი არის ერთ-ერთი ქართული ინვესტორების გაერთიანება, რომელიც აქტიურად აფინანსებს სტარტაპებს და ყოველთვიურად აქვს ხოლმე ახალი სტარტაპების მიღება და არსებობს მრავალი საგრანტო და საინვესტიციო პროგრამა საქართველოში რეალურად, რომელიც ეხმარება სტარტაპებს განსაკუთრებით საწყის ეტაპზე. ყველა სტარტაპისთვის ალბათ თავარი მისია და მიზანი რაც არის ის, რომ გახდეს გლობალური და რაც შეიძლება ბევრ ქვეყანაზე შეძლოს შესვლა. ვიტყოდი, რომ ეტაპი, როცა სტარტაპმა ამაზე ფიქრი უნდა დაიწყოს, არის მას შემდეგ, რაც ქართულ ბაზარზე და ქართულ რეალობაზე უკვე მორგებულები ვართ, იმიტომ რომ სტარტაპერები ეძახიან ხოლმე product market fit არის ის მომენტი, რაც უნდა დაიჭირო, რომ შენი პროდუქტი რეალურად მართლა მორგებულია ბაზარს, მართლა საჭირო არის და მომხმარებლებისგან იღებ ამ უკავშირს და მას შემდეგ, რაც უკვე მორგებული ხარ ქართულ ბაზარს და რეალურად დაინახე ის საჭიროებები, რაც ბიზნესებს აქვთ, ამის შემდეგ უკვე შეგიძლია იფიქრო სხვა ბაზრებზე განვითარებაზე და სხვა ბაზრებზე გასვლაზე. შეიძლება ითქვას, რომ სტარტაპებს რამდენიმე რთული მომენტი აქვთ ხოლმე განსაკუთრებით საწყის ეტაპებზე და პრინციპში ორ მათგანს გამოვყოფდი. ერთი ალბათ არის გუნდის ფორმირება, იმიტომ რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ზუსტად ის ადამიანები გყავდეს გუნდში, ვისთან ერთადაც ჩვენ თვითონაც მოგწონს საქმის კეთება და რეალურად შესაძლებელიც არის, რომ მართლა პროდუქტი შეიქმნას. და მეორე ვიტყოდი ალბათ ფინანსებს, იმიტომ რომ რაც არ უნდა დიდი ფინანსები გქონდეს, თუ სწორ მენეჯმენტს არ გააკეთებ ამისას და სწორად არ დაგეგმავ, რაში უნდა დახარჯო ეს ფული, მაშინ აზრი არ ექნება ამ ყოველივეს და ამიტომ გამოვყოფდი გუნდს და ფინანსების სწორად გახარჯვის ნაწილს. ახალგაზრდებისთვის და ჯენზისთვის ალბათ კიდევ უფრო საინტერესო არის სტარტაპებში მუშაობა, იმიტომ რომ ბევრი ინოვაცია არის, სწრაფად იცვლება რა საქმესაც აკეთებ, ბევრ სხვადასხვა რაღაცასთან გიწევს შეხება და ეს არ არის რაღაცა რუტინული საქმე. ვიტყოდი, რომ ალბათ თავარი რაც ახალგაზრდებს ჭირდებათ ამ ყველაფრისთვის არის სიახლეების მიმღებლობა, რაც პრინციპში ჯენზის არც აკლია და სიახლეების მიმღებლობასთან ერთად ალბათ ის, რომ მუდმივად იმუშაონ თავის თავზე და საკუთარ განვითარებაზე. ერთი მთავარი რჩევა ალბათ, რასაც სტარტაპერებს მივცემდი, არის ის, რომ არასდროს შეწყვეტონ ექსპერიმენტები და მუდმივად ეძებონ სიახლეები, იმიტომ რომ სტარტაპის მთელი არსი არის ის, რომ ჩვენც არ ვიცით სწორი რა არის, თავარია ბევრი ვაექსპერიმენტოთ და იმ ჭეშმარიტებამდე მიგვიყვანს ექსპერიმენტები.
სტარტაპერობის რაღაც საწყის ეტაპზე, გარდა იმისა, გარდა რაღაც სტანდარტული გამოწვევებისა, რომ რაღაც მარკეტ ფიტი იპოვა, მომხმარებელი იპოვა, რაღაც სწორი პროდუქტი შექმნა, რომელიც მართლა აგვარებს რაღაც პრობლემას, ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი და არც ისე უმნიშვნელო გამოწვევა არის ხოლმე რაღაცა მენტალური და ფსიქიკური მზაობა იმ გზისთვის, რისი გავლაც მოგიწევს, იმიტომ რომ თვითონ სტარტაპის გარემოც ხო მაგას ნიშნავს, რომ ყველაფერი შეიძლება ძალიან მალე შეიცვალოს, ძალიან მალე გაიზარდოს და რაღაცა ძალიან მალე შეიძლება მიაღწიო რამე წარმატებას. თუმცა სანამ ანუ ეს მაგას კი ნიშნავს ზოგადად, მაგრამ რეალურად ამ ყველაფერს მაინც წლების შრომა ჭირდება და ვფიქრობ, რომ ყველა სტარტაპერი მზად უნდა იყოს იმისთვის, რომ რაღაცა ურდღეში და ძალიან მალე ვერ მიიღებს ისეთ შედეგს, რაც უნდა საბოლოო ჯამში და ასევე გზად ბევრად უფრო მეტ არას და რაღაცა უარს მოისმენს, ვიდრე აქამდე ოდესმე სადმე გაუგია და ვფიქრობ, რომ ყველაფერთვის მენტალურად მზად უნდა იყოს. ამ წლების მანძილზე ბევრი დაბრკოლება შემხვდა. იქ იყო დროის უქონლობა, რაღაცა ინვენტარის უქონლობა, ბევრი პრობლემა შემექმნა, ბევრჯერ დავეცი წამოვდექი. ურჩევ დამწყებ ახალგაზრდებს არ დანებდნენ მიზნად თუ დაისახავენ რამის გაკეთებას, აუცილებლად ბოლომდე მიყვნენ და ვფიქრობ, შედეგი იქნება აუცილებლად. ცოტა უჩვეულოა ჩემთვის ეს ყველაფერი, გადაღებას დიდად არ ვარ მიჩვეული. დიდი მადლობა სტარტაპერებს, ძალიან კარგ საქმეს აკეთებთ და საერთო საქმეს აკეთებთ. წარმატებებს გისურვებთ.